არჩევნებზე უარი და დაანონსებული აქცია რვა ოპოზიციური პარტიის მიმართვა არის პოლიტიკური შეფასებების თემა დილიდან. ერთობლივი მოწოდება, რომელიც დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაახმოვანა, ნათქვამია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უარი უნდა თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას და დაუბრუნდნენ ერთობას. მისივე განცხადებით, ევროკავშირის მიერ ქართული ოცნებისთვის მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად 31 აგვისტოს იწურება. საკითხის მოსაგვარებლად კი მმართველი გუნდი არაფერს აკეთებს. ამ მიზნით ოპოზიცია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს. მიმართვას ხელს აწერენ თავისუფლების მოედანი, გირჩი მეტი თავისუფლება, დროა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი სტრატეგია აღმაშენებელი, ფედერალისტები და ევროპული საქართველო. განსაკუთრებით ქუჩის საპროტესტო მოძრაობა, სადაც ჩვენ არ ვიღავთ მონაწილეობას. კონკრეტული გზავნილი აქვს ამ აქციას, რაც არის დაკავშირებული უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხთან. 31 აგვისტოს ჩვენ გვეცოდინება ევროკავშირის პასუხი, რომ ის პირობები, რომელიც ქართულ ოცნებას მათ ვერ ვიტყვი, რომ წაუყენეს, უბრალოდ შესაბამისი კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს საქართველოს უვიზო მიმოსვლის არ შეჩერებასთან დაკავშირებით, ცხადი იქნება, რომ ქართულ ოცნებამ არ შეასრულა. ის აქვს ეს რევოლუციური გეგმა ნანახი, სად არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება, სად არის ამის, ეს ხო ჭორია ჩვეულებრივი. ჩვენ ვართ საარჩევნო ბრძოლაში. ჩვენ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ პარტია გახარია საქართველოსთვის. ჩვენ ყავს საერთო კანდიდატები, საერთო მაჟორიტარები დავასახელეთ და ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ, ჩვენ ამ არჩევნებს უყურებთ როგორც ბრძოლას ქართული ოცნების დასამარცხებლად და ქვეყნის გადასარჩენად. არიან მეორეს მხრივ ბოიკოტის მომხრე პარტიები, 8 პარტია, ჩვენ მათ გააწყვეტილებებს პატივს ვცემთ, არ ვაპირებთ მათ შეუერთდეთ ჩვენი გეზი, ჩვენი გზა გვაქვს. თუმცა პატივს ვცემთ, ეს ის გვერა, რომ მათაც უნდათ ამ ხელისუფლების დამარცხება, უბრალოდ სხვა ხედვები გვაქვს, სხვა სტრატეგია გვაქვს და სხვა გზა. თავის გზაზე გაუმარჯოს იმათ, ჩვენ გზაზე გავუმარჯოს. ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება დიდი ხანია უკვე, რომ მივდივართ არჩევნების გზით, ახლა ჩვენი მთავარი ფოკუსი, მთავარი კონცენტრაცია არის არჩევნებზე, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში და ამიტომ ჩვენთვის გასაგებია, მე მგონი თქვენთვისაც, რომ მთავარი პრიორიტეტი არის არჩევნები და არჩევნების გზით ოცნების დასუსტება. ახალი სეზონი იწყება რევოლუციების. ჩვენ ქართული საზოგადოება და უმრავლესობა მიჩვეული ვართ აი ამ უსამშობლოების, აი ამ ხელწერას. ბუნებრივია, დირიჟორი ყავთ ამ უსამშობლოებს, თავიანთი პატრონი ყავთ, დირიჟორი ამჯერად აირაის რეგიონალური ხელმძღვანელი დიპიროა თუ არ ვცდები მისი გვარი. ჩვენ ვამბობდით რამდენიმე დღის წინ ვაუწყეთ საზოგადოებას, რომ ისევ ქაოსი, ისევ დაძაბულობა, რადიკალიზაცია, ახალგაზრდების გადამზადება და გამოყენება და ეს ყველაფერი დაიწყებოდა 13 სექტემბრიდან და თქვენ ნახეთ გუშინ ბრიფინგი გამართა რუსეთიდან დაფინანსებულმა ქალბატონმა ხოშტარიამ. მე ამათ უნდა უთხრათ დიპიროებს და მათ მიმდევრებს. არაფერი გამოგივათ. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საქართველოს მისია ამოცანა ეს არის, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს, არ დაუშვას მეორე ფრონტის გახსნა